ხა კარში დარტყმა ამ ეპიზოდში. ჯუვენტუსის ფეხბურთელები და თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება ეს არის კიეზა. სწორედ ისაკეთებს გადაცემას და აი მეორე ვისი გამორჩევაც ნამდვილად შეიძლება. კრისტიანო რონალდუ და კიეზაც აყვა კიეზა კრისტიანო რონალდუს და ეს აყოლება ჯუვენტუსისთვის. გამოდგა იდეალური 1-0. პირველს გუნდი გატუზოს გუნდთან დაწინაურდა. 25 გოლი იტალიის სერიაში ამ სეზონის კაპო კანონიერი, წინვალე სეზონს ატარებს რონალდუ, აქ რა გაუკეთა საერთოდ ისაის ფედერიკო კიეზამ და ორი ფეხბურთელი გაუშვა დასასვენებლად, თავად დაუღო საგზური, ბილეთები. რამანი მიქ ვეღარ დააზღვია კულიბალი, კიეზამ კი უზუსტესი პასი გააკეთა 11-იან თაში მოგენი იოსი. დიბალა ლაჯოია დაბრუნება გოლით აღნიშნა იუვენტუსის ათიანმა. ესეც ასე დაბრუნდა დიბალა და ეგრევე გაიტანა იუეს მაისურით არგენტინელმა. არ ჭირდება დიდი დრო დიბალას გოლის გასატანად. ნამდვილი ბრილიანტია ეს კაცი. ამართლებს მეცახელს იუვენტუსის ათიანი. სულ რაღაც მესამე გოლი დიბალასთვის და რა მნიშვნელოვან მომენტში გააქვს ეს ბურთი არგენტინელს. ძალიან დიდი ნაბიჯი 3 ქულისკენ ამ გოლის შემდგომ პაოლო დიბალას ანგარიზეა, არ ვიცი, მშვენივრად შემოვიდა. გაგვახსენა თუ ვინ არის, რას წარმოადგენს პაოლო დიბალა. 4 წუთში გაიტანა გოლი გამოვიდანზე გამოსვლის მერე. ესთეტიურად ალბათ ყველაზე სასიამოვნო, სწორედ დიბალას თამაშყურება იტალიის სერიაში. ერთი შეხებით 3 გოლი აქვს ხო აღნიშნე ამ დრო ტურნირის კარში. მეოთხეს შანსი აქვს ლორენცოს. გამორბენი ლორენცო ინსინიე და მეორე თამაშიც გაუტანა იუვენტუს. ჯერ არის დრო თამაშის გადასარჩენად. გაუტანა პირველ წრეში გამარჯვების გოლი, გაუტანა ახლაც ალიანს სტადიუმზე იუეს. ხედავთ ეგრევე გატუზოს. მობილიზებულია ნაპოლი იმისათვის რომ გადაარჩინოს თამაში. რამდენი იქნება დამატებული? ეს არის საინტერესო და ეს არის უნიშნელოვანესი ახლა ნაპოლისთვის. გაჩარხა რუი ელმასი ჩაწოდება. აქ შეიძლება ყველაფერი მორჩა. აქ ყველაფერი მორჩა ტურნის იუვენტუსმა დაამარცხა ნაპოლი.